თავდაპირველად მინდა გთხოვოთ აგვიხსნათ სქემა, ზოგადად როგორ ყალიბდება ეს ფასი, იმიტომ რომ რაც დღეს პრემიერმა განაცხადა ოცნების მთავრობის ხელმძღვანელმა პასუხისმგებლობა მან დააკისრა მხოლოდ ბიზნესს და არც ერთი ფაქტორი არ დაუსახელებია მას, რაზეც ანალიტიკოსები საუბრობთ აქტიურად. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ნამდვილად საინტერესო თემაა და ნამდვილად მე როგორც საზოგადოების წევრი და ამ შემთხვევაში რითეილ ექსპერტი მაქვს ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე მიუკერძოებულად ბუნებრივია არც რითეილ სექტორს მივეკუთვნები ამ ეტაპზე და არც მთავრობას და შესაბამისად გაჟღერებული მესიჯი საკმაოდ ობიექტურად და ესე ვთქვათ გასაგებ ენაზე მივიტანო საზოგადოებასთან, ხო? პირველ რიგში მივესალმები იმას, რომ ის წუხილი რაც საზოგადოებას უკვე დიდი ხანია აქვს და სოციალური ქსელებიც ხშირად ესე ვთქვათ აშღერებენ, ხო? დაუშვათ კონკრეტული პროდუქტები, აქ ღირს 2 ევრო, რატო ღირს ჩვენ 21 ლარი და ასე შემდეგ. კონკრეტულად რო ვისაუბროთ და ძალიან მისასალმებელია, რომ ეს პრობლემა, ესე რომ ვთქვათ, ესე გაჟღერდა და ესეთი ვიდეო მიმართვა გაკეთდა საზოგადოების წინაშე, თუმცა ვიდეო მიმართვაში გაჟღერებულ ფაქტუალურ თუ მოყვანილ ინფორმაციას ჭირდება ვერიფიკაცია და ჭირდება ანალიზი, თუ რა ანალიზის საფუძველზე გაჟღერდა ის მესიჯები, რომელსაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ როგორც პრემიერი, როგორც საზოგადოება და შესაბამისად ყველაფერს კონდეს თავისი ახსნა განმარტება, ხო? რეალურად დავიწყოთ ფასს წარმოქმნა, რა განსაზღვრავს ფასს. თუ ვიტყვი რომ ბიზნეს მაღალი ფასები არ აწყობს მეთქი, ან დამეთანხმებით, ან არ დამეთანხმებით, მაგრამ ალბათ უნდა დამეთანხმოთ, იმიტომ რომ სრულ კონკურენციაში, როდესაც ბაზარი თავისუფალია და მომხმარებელს არჩევნის საშუალება აქვს, ყველა ბიზნესი ცდილობს, რომ ფასი იყოს იმ ღირებულების მატარებელი, სადაც მომხმარებელს უღირს, რომ ის ფასი გადაიხადოს, ხო? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სწრაფად ბრუნვად პროდუქტებზე, რასაც FMCG სექტორი ქვია, სწრაფად ბრუნვადი რას ნიშნავს? თაროზე დიდხანს პროდუქტი არ ჩერდება, რადგანაც პირველადი მოხმარებაა ძირითადად, ხო? აქედან გამომდინარე სწრაფად ბრუნავს, სწრაფად იყიდება, სწრაფად ივსება და ამიტომ მას სწრაფად ბრუნვადს ვეძახით. ინდუსტრიაში და სექტორულად მსოფლიო მასშტაბით ესე რომ ვთქვათ, მას მოგების მარჟა საკმაოდ დაბალი აქვს. რადგან კონკურენცია მაღალია, მოთხოვნა მაღალია, ღირებულება, რასაც მომხმარებელი იხდის პროდუქტში, საკმაოდ დაბალფასიანია, ვიდრე მაღალმარჟიანი პროდუქტი და ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ რეალურად ეს მომგებიანობის მარჟა არის საგრძნობლად დაბალი. ჩვენს განცხადებაში ვიდეო მიმართვაში პრემიერი ავრცელებს, რომ წმინდა მოგება რითეილერებს, ანუ საცალო მევაჭრეებს აქვს 7, 8 და 14%. მე მინდა ავხსნა რა არის წმინდა მოგება, ხო? წმინდა მოგება ეს არის ყველაზე ბოლო ციფრი მოგება ზარალში, რომელიც ითვალისწინებს ყველა საოპერაციო ხარჯებს, რომელსაც პრემიერი ასახელებს, ეს არის დაუშვათ იჯარის ხარჯი, ხელფასის ხარჯი და ასე შემდეგ, რომელსაც ამბობს, რომ ევროპაში გაცილებით დაბალიაო, თუმცა უნდა ვიმსჯელოთ ამაზეც და ბოლოს ახსენებს ამ წმინდა მოგების თემას. ხო, წმინდა მოგება ითვალისწინებს საბანკო ვალდებულებას, ითვალისწინებს ბიუჯეტში გადახდილ ხარჯებსაც. ანუ დაუშვათ ვისაუბროთ მხოლოდ 18%-ზე, რომელიც არის დეგიგის ნაწილია, რომელიც დაუშვათ ბიუჯეტში უნდა გადავიხადოთ, ხო? წმინდა მოგება 7, 8 და 14% საცალო მევაჭრეებისთვის არის საკმაოდ მაღალი ციფრი, ვინაიდან წმინდა მოგება აი ესეთი სწრაფად ბრუნვად პროდუქტებში და ამ ბაზარზე წარმოუდგენელია. რადგან საქართველოში ერთი ფაქტორია, რომ სესხი დამოკიდებულია ბიზნესი და სესხი საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის ვალდებულებას მოითხოვს, რაც ამცირებს წმინდა მოგებას ბუნებრივია და თუნდაც 18% რაც დეგეგის ჭრილში უნდა გადავიხადოთ, ესეც ბუნებრივია ამცირებს, ხო? ანუ ამცირებს წმინდა მოგების ნაწილს. ამიტომ 8, 7 და 14%, როცა ინფორმაცია საჯაროა და პორტალზე ყველა დიდ კომპანიას ატვირთული აქვს აუდიტორებული დასკვნები, შეუძლებელი, ამიტომ მე როგორც საზოგადოების წევრი და ამ სფეროში პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილების მქონე, მოვითხოვდი უფრო მეტი დეტალიზაცია და განმარტება გაკეთდეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტუალური ინფორმაცია მოყავს ბატონ პრემიერს, კითხვები ისმება, ანუ რას ნიშნავს წმინდა მოგება და დაუშვათ 14%. რაც შეეხება ბიზნესების ერთმანეთთან შედარებაზე, ზოგადად ინდუსტრიასთან შეფასებას და შეფარდებას, ეხლა ხან გააკეთა TBC კაპიტალმა გალთანტეგერმა, ხო, რითეილის სექტორში ესე ვთქვათ კვლევა და TBC-ის გაკეთებულ კვლევაში გამოტანი არის EBITDA-ს ციფრები, რომელიც წინა წლის 9 თვე შედარებული ამ წლის 9 თვესთან, ესე ვთქვათ, ერთ-ერთში, რომ ნახოთ, სად არის მოგების მარჟა და სად არის EBITDA. პრემიერი არ საუბრობს არც მოგების მარჟაზე და არც EBITDA-ზე, თუმცა ეს არის რეალისტური ბენჩმარკი, ეგრეთ წოდებული, რითაც ხდება ხოლმე კომპანიებს შორის ერთმანეთთან შედარება, ან კომპანიის პერფორმანსი დარდება წინა წლის დაუშვათ პერფორმანსთან, სადაც გამოიკოთება, სად გაიზარდა ხარჯები, სად ვერ გააკონტროლეს ხარჯი და ასე შემდეგ. მოკლედ ამ კვლევის თანახმად, რომელიც ჩემს შემთხვევაში ძალიან ფაქტუალური და ძალიან ახლახან შექმნილი კვლევაა, ვამბობთ, რომ 21%-ია დაახლოებით gross profit-ი, ეს არის მოგების მარჟა და დაახლოებით 3%-მდე არის EBITDA.
რაც ევროპის ქვეყნებთან, როდესაც გამოტანილია, იქ ხვდებით 5%-იან მარჟას. ანუ, ნახეთ, მე რისი თქმა მინდა და საზოგადოებისთვის რისთვის გაცნობა მინდა. წმინდა მოგება არ არის EBITDA, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ EBITDA, ეს არის მოგება გადასახადებამდე, ეგრეთ წოდებული, ხო? შესაბამისად, მოგება გადასახადებამდე ჩვენ დეკლარირებულად გვაქვს 2%, საშუალოდ 3%-ამდე, რაც თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს არის 5%, რაც ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებს ეკონომიის მასშტაბურობა, ეგრეთ წოდებული, ოპერაციული ეფექტურობა იმდენად კარგი აქვს, რომ იმათმა მოახერხეს 5%-იანი მოგების მარჟის დაკავება, საქართველოს ჯერ კიდევ სამუშაო ამ კუთხით. თუმცა შექმნილი სიტუაციით, მოთამაშეების გადანაწილებით, შექმნილი განსხვავებული ბიზნეს მოდელებით, სადაც დაუშვათ საცალო მევაჭრების გამსხვილება ხდება, რაც ნიშნავს, რომ დისტრიბუციის ადგილები იქმნება, რაც დისტრიბუტორებს ამოაგდებს ამ ბიზნეს მოდელიდან და შესაბამისად შეამცირებს ეფექტურს გახდის უფრო ხარჯის სტრუქტურას და ბუნებრივია ფასი შემცირდება. თუმცა ნახეთ ჩვენ ანუ როდესაც წმინდა მოგებაზე და ამხელა წმინდა მოგებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ აუცილებლად განმაპირობებელ ფაქტორებზე, პირობითად ხარჯი არ უნდა დაგვავიწყდეს თუ ჩვენ თვლით რომ საოპერაციო ხარჯები, იჯარა, სამუშაო და ასე შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოგებაში, არ უნდა დაგვავიწყდეს და ანალიზი აუცილებლად უნდა ვახსენოთ საპროცენტო სასესხო განაკვეთი წმინდა მოგებაზე თუ საუბრობთ და ასევე უნდა გვახსოვდეს ის რომ რა გადასახადებს აკისრებს ბიზნეს მთავრობა. არ უხსენებია ოცნების პრემიერს გადასახადები, ანუ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მან არის საუბრა მისი მთავრობის. ეს გვიჩენს თუ არა კითხვას ასეც რამდენად გულწრფელი არის ის, როდესაც ამ პრობლემაზე საუბრობს. და თან დროსაც აქვს ალბათ მნიშვნელობა, ხომ? თქვენს ახსენებთ, არას მხოლოდ სოციალურ ქსელებში ყველგან ნებისმიერი დისკუსიის დროს ხალხი საუბრობს ამაზე, თან არაერთი თვეა შეიძლება ვთქვათ წლებიაც კი. იცით რა, პოლიტიკურ პროგნოზ და დიაგნოსტიკებს მე აქ ვერ დავსვამ, იმიტომ რომ მე ამის კომპეტენცია არ მაქვს, მე საზოგადოებასთან ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს ის, რომ ის რაც ითქვა და გაჟღერდა, ამის უკან ვაჩვენო ანალიზი, რაზეც ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვსვავ რეალისტურ კითხვებს, ალბათ ბუნებრივია ცოტა უხერხულიც არის საქართველოში პირველ პირს პრემიერ-მინისტრს ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით უსვავ კითხვებს, რადგანაც ლოგიკურია, იმიტომ რომ მე ვაკეთებ ბიზნეს ანალიზს. ჩემი პასუხისმგებლობაა გავაკეთო ბიზნეს ანალიზი. ანუ ბიზნეს ანალიზში ფას წარმოქმნაში მნიშვნელოვანია ხარჯის სტრუქტურა და გავაანალიზოთ ხარჯის სტრუქტურა. მეორე არის ფასნამატი, რომელიც არის მოგების თემა და ბიზნესი თავისუფალია, ბუნებრივია, რა მოგების მარჟა უნდა ეს თავისი მიზანია და შესაბამისად ამას მიაღწევს თუ არა. არსებობდეს უნდა სახელმწიფოში ორგანოები, რომლებიც აკონტროლებენ აი კარტელული გარიგებები და ასე შემდეგ, რომელიც ასევე გამოძიების საფუძველია, თუმცა მაღალი კონკურენციის ფარგლებში მე ვერ ვხედავ მსგავს საკითხს, იმიტომ რომ როგორც მომხმარებელი რეალურად ჩვენ ხშირად ხვდებით ხოლმე ძალიან ბევრ აქციას, რომელიც ანუ გაყიდვების სტიმულირებისთვის არის, ხო? ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში, როდესაც კონკურენცია მაღალია, მსგავსი შეთანხმება, სადაც 5 და მეტი მოთამაშე ყავს, უბრალოდ ბუნებრივად შეიძლება შეუძლებელი იყოს, თუმცა ამას მე ფაქტებით ვერ ვამყარებ, ბუნებრივია, ხო? მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ მიმართვაში, რაც იყო რა წმინდა მოგება საკმაოდ მაღალია და რადგანაც პროცენტებით ვახსენეთ, მეტი განმარტება საჭირო, იმიტომ რომ ამას ვუპირისპირებ EBITDA-ს პირობითად, სადაც გაცილებით უფრო მაღალია, ხო? დაბალია უბრალოდ 3% ევროპასთან შედარებით 5%. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ჩვენ საუბრობთ პროდუქტების კონკრეტულ შედარებაზე, რაც პრემიერმა დაასახელა, ეს არის პროდუქტა ჯგუფები, მაგალითად გზეთი, ბრინჯი და ასე შემდეგ, ეს არის ჯგუფები, ხო, რეალურად. როდესაც ჩვენ საუბრობთ კონკრეტულად შედარებაზე, თითოეულ პროდუქტს შეიძლება ეს ზოგადად საზოგადოებისთვის არ იყოს ნაცნობი, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ადამიანურად ავხსნა, აქვს SKU, რომელსაც აქვს საიდენტიფიკაციო საერთაშორისო შტრიხ-კოდი, რომელთაც სალაროზე ტარდება ხოლმე პროდუქტი, რომელთაც ხდება პროდუქტის იდენტიფიცირება. ნახეთ, თითოეულ მოცულობას, ზომას, ბრენდს და ასე შემდეგ შესაძლებელია მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და ამიტომ ანალიზი, რომელიც დაეფუძნა პირობითად ვამბობ, ფასების შედარებას, არასწორი იყოს, ვინაიდან პროდუქტი, ბრენდი და სპეციფიურად პროდუქტების შედარება შეიძლება არასწორად ყოფილიყო გაკეთებული. ამიტომ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხაზგასმა მინდა ამ ვიდეო მიმართვაში გაკეთეს, რომ მოსახლეობამ და საზოგადოებამ მიიღოს დაბალანსებული აზრი და კრიტიკულად დასვას კითხვა იმის შესახებ, რომ ნამდვილად 100-ია და საიდან მოდის ეს ციფრები, ვინაიდან მე მაქვს ლოგიკური და ფაქტით გამყარებული ცოდნა და გამოცდილება, რომ ამ სექტორში საზოგადოდ ამ ხელამარჟები არის წარმოუდგენელი და ამას ამყარებს კვლევებიც, რომელიც შეგვიძლია დავისესხოთ და იქიდან გამომდინარე ვისაუბროთ ამაზე. ამიტომ ბევრი ისეთი ფაქტორია, კვლევის შინაარსი, აზრი, ხარისხი, გამოტანილი დასკვნები რას ეფუძნება და კიდევ
ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას მსგავსი ფაქტების ანალიზაც მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება აბსოლუტურად საჯაროა. კი ბატონო. მინდა გითხოთ გადასახადებთან დაკავშირებით, რაც თქვენ ახსენეთ. აი რა პრობლემაა ეს ბიზნესისთვის და რისი გაკეთება შეუძლია ოცნების მთავრობას? ნახეთ, როდესაც მე ესე მესმის, როდესაც მთავრობა, ნებისმიერი მთავრობა ზრდუნავს საზოგადოებაზე და ფასი ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ხო? ის აკეთებს ბიზნესების წახალისებას. როგორ შეიძლება ბიზნესების წახალისება? არა ფასების რეგულაციით. ფასების რეგულაცია ეს არის ბუნებრივ საბაზრო სისტემაში ხელოვნური ჩართულობა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ამ სისტემის დამახინჯებას. ერთადერთი ჯანსაღი გზა, რითაც სახელმწიფომ შესაძლებელია ფასის შემცირებაში მიიღოს მონაწილეობა, ეს არის გადასახადების შემცირებით. ნახეთ რა მინდა რომ ვთქვა ასევე ვიდეო მიმართვაში იყო რომ დაუშვათ საქართველოს შედარდა იქ საფრანგეთს, ხო? ნახსენები იყო. თუმცა მე საქართველოს უფრო მსგავსი ისტორიის და კულტურის ქვეყნებს შევადარებდი და იქაურ მაგალითს მოვიყვან პირდაპირ, რაც დღეს მომეწოდა სხვათა შორის, არის ის რომ დაუშვათ ნახეთ კოვიდის შემდეგ, იმიტომ რომ ინფლაცია იყო იმდანაც მაღალი და ფასები გაიზარდა, პოლონეთის მთავრობამ შემოიღო ესეთი წესი, კანონი, რის საფუძველზეც არსებითად მნიშვნელოვანი პროდუქტები, რომელიც საარსებოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად კვერცხი, შაქარი, კარაქი და ასე შემდეგ, თქვა რომ DGG აღარ მინდა, 0% იყოს ამ პროდუქტებზე და ამის სანაცვლოდ შეამცირეთ ფასი დაღზე. შესაბამისად, საფასარზე ნაჩვენებია რომ როდესაც DGG VAT ეგრეთ წოდებული იყო 7%, თქვენი ფასი იყო დაუშვათ 5 ლარი, ახლა გადახაზულია ეს, როგორც სააქციო ფასზეა გადახაზულია, VAT არის 0 და შესაბამისად შენი ფასი არის პირობითად 5 ლარი. ანუ მომხმარებელს თაროდან ესაუბრება მთავრობა და ეუბნება რომ მე DGG შეღავათი მივეცი ბიზნეს, იმიტომ რომ რეალურად მინდა რომ შენ იყო კმაყოფილი და მოგეწოდოს შესაბამისად ისეთი ფასი რომ ხელოვნურად არ გამოვიწვიო გადასახადის ზრდა, რომელიც ხარჯის სტრუქტურაში უეჭველად ხარჯად აისახება და შეამცირებს ეს, ანუ გაზრდის ფასს, ამიტომ მე ჩემ წილპასუხისმგებლობას ვიღებ, ზრუნავ შენზე, თაროდან მიდის საუბარი, გადავხაზე წინანდელი ფასი, იმიტომ რომ VAT DGG იყო ამდენი, ეხლა არის 0%, იმიტომ რომ კარაქი მნიშვნელოვანია პირობითად, ეხლა მარტივად მომყავს და ამიტომ ფასი არის ეხლა შემცირებული. არა იმიტომ რომ ბიზნესმა შეამცირა ფასი, მე გავაკეთე ეს მთავრობამ. შესაბამისად, ჩემთვის მართებული და სარწმუნო ნაბიჯი იქნება, ისე რომ არ დავარღვიოთ ბიზნეს სუბიექტებს შორის რეალურად მოლაპარაკების პროცესი და ასე შემდეგ და ხელოვნურად არ დავაზიანოთ და დავამახინჯოთ პროცესი. სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივები პირობითად ისეთ პროდუქტებზე, რომელიც პირველადი მოხმარებისა არსებითად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. კი ბატონო, მოხდეს მანდ წახალისება. რაც შეეხება თამბაქოს პირობითად, ალკოჰოლს და ასე შემდეგ, ბუნებრივი აქციზებით ესეც კონტროლდება და ხარჯი იზრდება, მაგრამ კიდევ უფრო დავაკომპენსირებდი აქ მოკლებულ DGG-ს თემას და უშუალოდ დავაკომპენსირებდი ისეთი რაღაცებით, რაც პირობითად გეუბნებით ჯანმრთელობისთვის უშუალოდ მავნია და აქედან გამომდინარე იმას მოვახვარდი, რაც ჯანმრთელობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ოცნების ხელისუფლებას აქვს მექანიზმები, რომ რადგან გვეუბნება რომ წუხს ამ საკითხზე, თავისი როლი შეასრულოს ამ პრობლემის ხელისუფლებას აქვს როლი რომ შეასრულოს და ჯანსაღად შეასრულოს. არა დაუშვათ ფასების რეგულაციით, რომელიც იქნება არა ხელოვნური იქნება და ეს ხელოვნურობა, რა თქმა უნდა, დაარღვევს მიწოდება მოთხოვნის პრინციპს, ეკონომიკის პრინციპს, invisible hand-ით, ანუ უხილავი ხელით არის ხო ეკონომიკა დარეგულირებული. ამიტომ ფასების რეგულაცია ხა ბიზნესს უთხრა, რომ არა შენ 2% კი არა, ეხლა უნდა გქონდეს 1%, ეს არასწორია, ხო? ბიზნესი მუდმივად რასაც აცხადებს ოცნების პრემიერი, ეს არ გამოდის, აი რასაც თქვენ აკრიტიკებთ, რომ უნდა უთხრას საბოლოოდ, რომ აი ეს ფასი უნდა გქონდეს. არა, მე ვფიქრობ, რომ შესწავლის, როგორც ჩანს, შესწავლილია ეს საკითხი, ხო? იმიტომ რომ შესწავლის ფონზე სამართალდამცავი ორგანოების როლს სადაც როგორ ხედავთ აი ამ პროცესში? იცით რა, არა, ეს სამართალ ორგანოები ალბათ უნდა იძიებდნენ რაიმე ტიპის დანაშაულს, რაზეც მე ბუნებრივია ფაქტიურად ინფორმაციას არ ვფლობ და თუ რამე ასეთი არსებობს, ბუნებრივია ეს უნდა იქნას გამოძიებული. ამას არ შევეხები, იმიტომ რომ ეს არ არის ბიზნეს განხილვის თემა, ეს არის კანონთან თავსებადობა და რამდენად კანონთავსებადი და სწორი გადაწყვეტილებები იქნა კომპანიებში მიღებული. ამიტომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ნაწილს, რომელიც სუფთად ბიზნესურია და ანალიზს მოითხოვს, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მთავრობასაც, აქვს ბერკეტიც და ასე რომ ვთქვათ, мотиваციის გამზრდელი ინსტრუმენტები, რითაც ანალიზის ფონზე ესეც უნდა გვესმოდეს, ხო, ხა სახელმწიფოს ნებისმიერ სჭირდება ბიუჯეტი და ბიუჯეტი ზუსტად გადასახადებისგან, ინდივიდუალურად გადახდილი გადასახადებისგან, ისე როგორც ბიზნესისგან გადახდილი გადასახადებისგან შედგება. ბუნებრივი არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხმარდება ჩვენთვის ყველასთვის სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც არის დაუშვათ ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ესეც უნდა გვესმოდეს. ამიტომ უნდა მოხდეს ბუნებრივია დაკომპენსირება, უბრალოდ სწორი გადაწყვეტილებით და სწორი ანალიზით, მე იმედი მაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ბოლოს მინდა გკითხოთ, რაზეც
ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა, ესეთი არგუმენტი ჰქონდა მას ერთი, რომ ბევრი სუპერმარკეტი იხსნებაო და შემდეგ ეს ვთქვათ ხარჯი შედის პროდუქტშიო. აი რა ტიპის არგუმენტია თქვენთვის ეს? ანუ თუ არსებობს ესე იგი ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული ხომ და ესე იგი არსებობს მოთხოვნა და მეც პასუხობ ამ მოთხოვნას. აი როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი? უნდა გახსნას მაღაზიები აუცილებლად. ანუ ნებისმიერი ბიზნესი არის მოტივირებული იმაზე, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, ხო? ნებისმიერი ბიზნესი ზოგადად რო ვისაუბროთ, ეს არის ამოხსნა რაღაცა პრობლემის, რომელიც აქვს მომხმარებელს, ხო? შესაბამისად, აი გალთენთეგერის კვლევას დავესესხები და ვიტყვი ნახეთ, რეგიონებში იხსნება ახლა მაღაზიები. რატომ? იმიტომ, რომ დისკაუნტერის ფორმატი იხსნება. დისკაუნტერის ფორმატი რას ნიშნავს? დაბალფასიან პროდუქციას და ბუნებრივია რეგიონში უკვე გაჩნდა მოთხოვნა, რომ რატომ იყიდოს usახელო მაღაზიაში, სადაც დაუშვათ ჰიგიენური ნორმები არ არის დარღვეული, როცა შეუძლია იგივენაირად იაფად აქციაში და ასე შემდეგ, იყიდოს სახელ მაღაზიაში, ბრენდში, შევიდეს და ასე შემდეგ კონდეს ის კომფორტი და ჰიგიენური ნორმები დაცული. ამიტომ, როდესაც მოთხოვნა მოდის და რეგიონიდან წამოვიდა მოთხოვნა, ბუნებრივია მაღაზიები უნდა გაიხსნას. ოღონდ, იმიტომ რომ მოგება, წმინდა მოგება 7, 8 და 14%-ია და ამის ხარჯზე ხდება მაღაზიების გახსნა, ეს არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ყოველი ახალი გახსნილი მაღაზია რეალურად მას აქვს payback period, ანუ რამდენი ხანი ჭირდება რეალურად მაღაზიას, რომ იმ მაღაზიამ თავისი ხარჯი ამოიღოს და ეს არ ხდება overnight, ანუ ერთ დღეში და 24 საათში, ხო? გააჩნია ვიღაცა მაღაზიას თავისი ხარჯებიდან გამომდინარე 1 წელი აქვს პირობითად, წელიწადნახევარი, 6 თვე და ასე შემდეგ. ამიტომ არსებითად ამას, რომ მოგების კოეფიციენტი მაღალია და ზუსტად ამის ფონზე ხდება ახალი მაღაზიების გახსნა, საინტერესოა ამ კვლევის ავტორთან, თუნდაც პრემიერთან, ცოტა ხმა მაღალი განცხადება, მაგრამ სადებატოდ ვიმსჯელოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ბევრი კითხვები გაქვთ რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით.